მეგობრებო, ის ვიდეო ხო გახსოვთ ტაშիր ზორაგეთის სამეფოზე რო გადავიღე. მაშინ გარკვეული აგრესიას გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. აი ბატონო, უყურეთ, მოусმინეთ, ქართველი ისტორიკოსები საუბრობენ ტაშիր ზორაგეთის სამეფოზე. არ არსებობს რა მოდერნული ნაციონალიზმი რომ რაღაც პასპორტი მაქვს სადაც წერია რომ მე ქართველი ვარ და ასე შემდეგ ხო როგორც თქვი დავითი ჩამოასახლებს ამ ყივჩაღებს ის ქორწინებს ყივჩაღზე არაბებს სტოვებს თბილისში ვაჭრებად სომხებს უშენებს გორს ქალაქ გორს და ამ სომხეთის ინტეგრაციას ცდილობს ამ რაღაც ერთიან დიდ სამეფოში, იმიტომ რომ სომხებიც არიან. აი რაღაც გამოხსენე. ქრისტიანები არიან სომხებიც. უნდა გვეხსენებინა ჩვენ აუცილებლად ტაშիր ზორაგეთის სამეფო, ლორეს სამეფო, რომელიც იყო სომხური სახელმწიფო, რომელიც არსებობდა თანამედროვე ლორეს ტერიტორიაზე, ხო? ანუ რასაც ჩვენ ლორეს ვეძახით, მაგრამ ტაშիր ზორაგეთის სამეფო იყო თავის დროზე. იმის ინტეგრაცია ზუსტად დავითის დროს მოხდა საქართველოს საზღვრებში, ასე ვთქვათ რა. სომხებს შირაქის სამეფოს ეძახიან თვარს. და ბაგრატუნები იყვნენ მე-11 საუკუნემდე მაგათი მეფეები. კი, მათი მეფე ყველაზე ცნობილი სხვადასხვა დავით ანჰოლინი რო იყო, რომელიც უმიწაწყლოს უწოდებენ ხოლმე ხშირად. აი სოფლის ისტორიაში ორი ეგეთი მეფე არის. ჯონი და დავითი ანჰოლინი, ანუ დავით უმიწაწყლო ამ ტაშիր ზორაგეთის მეფე და ეს ტერიტორიას დავითის დროს, დავით აღმაშენებლის დროს ხდება ინტეგრაცია ქართულ სივრცეში, ასე ვთქვათ, ამ სამეფოს, იმიტომ რომ სამეფო დიდი ხანი არსებობდა საკმაოდ, ხო? მე-11 საუკუნის მანძილზე ეს სახელმწიფო არსებობს და ფაქტობრივად ის უფრო მეტად მონაწილეობს ქართულ სამეფო სამთავროების პოლიტიკაში, ვიდრე სომხური სამეფო სამთავროების პოლიტიკაში. იმიტომ რომ სომხური სამეფო სამთავროები ბიზანტიის იმპერიამ გააუქმა მე-11 საუკუნის შუა ხანებში, ფაქტობრივად, შემდგომში სელჩუკები მოდიან საერთოდაც და ეს ტერიტორია რჩება, ასე ვთქვათ, და ის მონაწილეობს ამ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. საბოლოოდ დამთავრდება იმით, რომ დავით აღმაშენებლის დროს როცა ფართოვდება ქართული სამეფო სამთავრო და ერთი სახელმწიფო ყალიბდება, ეს ტერიტორიის ინტეგრაციაც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ხა ეს ცალკე ხო არ დატოვებენ ასეთ იმას. ესე იგი დავითი ამავე დროს იღებს ანისსაც, სომხეთის ისტორიულ დედაქალაქს. კი, ოღონდ დროებით. ყარსსაც, ხო? კი, რაღაც პერიოდის მანძილზე ის იღებს სამხრეთ კავკასიის ბევრ მნიშვნელოვან ქალაქს, მაგრამ დროებითია უმეტეს შემთხვევაში ესენი, იმიტომ რომ ანისისთვის ბრძოლა გაგრძელდა მე-12 საუკუნის ბოლომდე შემდგომში, იმიტომ რომ ეს ანისის დაკავება და შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო უზარმაზარი ქალაქი იმ დროის მასშტაბებით, იყო სავაჭრო პუნქტი, მასზე გადიოდა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი. შესაბამისად, ანისი თანაც ეს მდებარეობდა არა თაგორიან ლანდშაფტზე, არამედ გაშლილ ველზე და თქო უნდა ხა მისი დაჭერა ამ ქალაქის შენარჩუნება, ამხელა ისლამურ მასში გარშემო ხო, ზღვაში ძალიან ძნელი იყო. ამიტომაც დავითი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ტერიტორიებს იკავებს, შემდგომში მისი მემკვიდრეები კარგავენ ზოგიერთ ასეთ ქალაქს, მიუხედავად ამისა, თანამედროვე სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, აზერბაიჯანის ტერიტორიები, მათ შორის ზოგიერთი ტერიტორია შეიძლება არ იყო უშუალოდ ინტეგრირებული ქართულ სამეფოში, მაგრამ იყო უკვე ვასალიტეტის და განჯა და მადნაფიცობის სტატუსით, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი, ეს თამარის ისტორიკოსი აღნიშნავს შემდგომში, რომ დავითზე ამბობს, რომ დავითიო დამყრობელი იყო, ანუ იპყრობდაო ამ ტერიტორიებს, რომ ჩვენო ამ შემთხვევაში თამარზე ამბობს, რომ თამარიო ეს მადნაფიცობის სტატუსით და იმით იყო, ანუ შემთხვევაში უფრო რბილი პოლიტიკა ქონდა ამ თვალსაზრისით და დავითი იყო უფრო ამ შემთხვევაში მიმთვისებელი